მოგესალმებით, მე ვარ დიმიტრი, ცნობილი როგორც დიტრიხა. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი. და Atoms Audio, რომელიც არის ქართული წარმოების დინამიკები. ისინი აწარმოებენ hi-fi დინამიკებს და იქმნება, ასე ვთქვათ, სრულიად თავიდან ბოლომდე საქართველოში. მაშასე ეს გახლავთ დიტრიხას პოდკასტი. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ერეკლე შონია, უფოლოგი, მეცნიერი, ასე ვთქვათ, ხო? და მოკლედ ჩემი ძალიან კარგი მეგობარი. მიესალმე ერეკლე ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით. გილოცავთ გადაცემის დაწყებას, გახსნას. დიდი მადლობა. დღევანდელი ჩვენი თემაა, მოკლედ მუსიკა, როგორც ყოველთვის. ესე იგი, საიდან წარმოიშვა მუსიკა? რაზე გავლენა აქვს მუსიკას ადამიანის მიმართ და რა საიდუმლოებებს შეიცავს რა კოსმიურ საიდუმლოებებს შეიცავს მუსიკა და მუსიკალური ბგერები ისეც რომ ასეთი გავლენა აქვს ადამიანზე. თქვათ ჩვენ დავარქვათ ხმაური, საიდან წარმოიშვა. ხმაური ისეთი რამე რაც დამოუკიდებლად ვერ არის, ეს არის გამოწეული გარკვეული მოქმედებით, თუნდაც მექანიკური მოქმედებით. და რაც კაცობრიობაა კი არა მარტო პლანეტების შექმნიდან დაწყებული, პლანეტების აფეთქებებიდან, შექმნებიდან, დაჯახებებიდან და ყველაფერი, ეს ყველაფერი იწვევს ხმაურს. ეს როგორც ცელდება, დაუშვათ ვაკუუმი ამას ვერ ატარებს, რადგანაც იქ არ არის მოლეკულები ვერ გადადის, მაგრამ ზოგადად ახასიათებს სხვადასხვანაირი ხმაური. ეს როგორც შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ხმაური, მექანიკური ხმის ეს კი ხმოვანი ბგერებით გადაცემული, ესევე ტალღებით გადაცემული ხმაური, რადიოტალღებით ხმაური. ერთია ხმაური თვითონ, რასაც ჩვენ ვეძახით ცივილიზაციის დაავადების ერთ-ერთ ეს თქვათ ნაირსახეობას ხმაური და მომატებული ჭახმაური, ჭარბი ხმაური, რაც ცივილიზაცია იმატებს, რაც იქ იმატებს დაუშვათ მექანიკური ნაწილი, მისი გამოგონებები, ტრანსპორტი, ხმაური, ყვირილი, ხმაური, ასეთი რაღაცები. ეს იმატებს და ეს ითვლება, რომ ეს არის გარკვეული თუნდაც ცივილიზაციის დაავადებების ერთ-ერთი ეს თქვათ ნაწილი, რომელიც ზემოქმედებს ადამიანზე, გარემოზე, მოქმედებს ცოცხალ ეს თქვათ ორგანიზმზე მოქმედებს და ეს ზემოქმედება იქიდან გამომდინარე თუ რა სიძლიერეს არის ხმაური გარკვეულ ზიანს აყენებს და ვთქვათ თუ მაღალი რაოდენობის არის 80 ეს თქვათ დეციბელის ზემოთ ხმაური ეს უკვე ითვლება რომ უკვე ძალიან დიდი ძლიერი ხმაურია როგორც მაგალითად აქ თვითმფრინავს აფრენის დროს არის ხმაური რომელიც დეციბელებით ეს თქვათ განისაზღვრება შეიძლება იყოს მაღალი ეს დეციბელების სიმაღლე ესე თქვათ და ასევე სიხშირე თვითონ დაბალი სიხშირეები შეიძლება დაბალი სიხშირეც იყოს და ამავე დროს ესე მოქმედებდა ძალიან ცუდად. თვითონ ბუნებრივი ხმაური რაც არის გამოწვეული ბუნებრივი ესე იგი წესრიგიდან დავარქვათ ბუნებრივი წესრიგს ვეძახით იმას რომ ქაოსიდან აი თუნდაც პლანეტარული დაბადებებიდან თუნდაც რაღაცა ეს თქვათ გრევიდან შენებიდან იქ მოწესრიგებულობისკენ როცა მოდის სისტემა სახეობა დავარქვათ ნუ დედამიწაზე მაცხოვრებელი სისტემა სახეობა დაწყებული ბაქტერიიდან დამთავრებული თუნდაც მაღალ რაღაცა ორგანიზებულ არსებად და ადამიანად და საზოგადოებად აი ეს სისტემა სახეობები და მისი შემადგენელი რაც კი არის ეს ატომებია მაგალითად ელექტრონები ყველაფერი ვიბრირებს აი ეს ვიბრაცია თავისთავად გარკვეულ რაღაც დიაპაზონს გამოსცემს სიხშირეს გამოცემს და აი ამათი ერთობლიობა გარკვეულ ფონს ქმნის, ფონურ რაღაც ხმას, ხო? ამის გარდა დაუშვათ ის პროცესები, რომელიც დედამიწაზე მიმდინარეობს, ატმოსფერულ პროცესებს, რაც ვეძახით, ესეც თავისთავად გამომწვევია ხმაურის და უკვე მოწესრიგებისკენ წასული ეს ყველაფერი. მაგალითად ეს არის უკვე ფრინველთა სამყარო, ეს არის ცხოველთა სამყარო, ადამიანები თავისი მეტყველებით, რომელიც ასევე ხმაურის შემცველი არის და ეს
ასევე ხმის შემცველია, რომ ეს ყველაფერი საკომუნიკაციო ერთ საშუალებაა, ეს ხმა ამ დროს საკომუნიკაციო საშუალება ხდება არა მარტო ადამიანებს შორის, არამედ დაწყებული ფუტკრებიდან დამთავრებული ცხოველებით, ხო? ყველაფერი რაღაცას გამოსცემს, თუნდაც ის რაღაცა უმცირესი რაღაცა არსებები. აქედან გამომდინარე, აი ეს მოწესრიგებული უკვე გარკვეულ სახეობაში ხმა უკვე შეიძლება თქვათ, რომ აღარ არის ქაოტური, არამედ ეს არის გარკვეული საკომუნიკაციოდ რაღაცა მოწესრიგებული სახე აქ ამას მიღებული დელფინებში და ვთქვათ ადამიანებში, ღამურებში და ასე შემდეგ. მათ შორის ესენი რასაც იყენებენ ამ ხმის და ზემოქმედებას, ის არის ის დიაპაზონი, რომელიც ზოგჯერ ადამიანი რომელსაც აღიქვავს და ის დიაპაზონი, რომელსაც ვერ აღიქვავს. ესაა ზედა რეესტრი და ქვედა რეესტრი, რომელსაც ადამიანი ვერ აღიქვავდეს, ხო? და აქედან გამომდინარე ეს ხმა ყველაფერს ზემოქმედებს და უკვე მიდის მოწესრიგებულობისკენ, ანუ თითო სახეობაში, თითო სახეობასთან არის მოწესრიგებული, ეს იღებს სახეს ინფორმაციის გადაცემის, რომელიც არა მარტო ინფორმაციის გადამცემი არის, არამედ ის უკვე მათ სოციუმში დავარქვათ, თუ მათ ურთიერთობაში თუ მათ ეს თქვათ, მათ ჯიში და მათ გენში, ეს არის როგორც საფრთხის შემცველი ინფორმაციის გადაცემა, ესევე მომზიდველის, ესევე გამამრავლებლის და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს ჩვენ უკვე ამ სახეობებში უკვე რადგანაც ეს უკვე ჩვენ ამ სახეობებთან ერთად ვითარდებით ამ პლანეტაზე, ხანგრძლივი თანაცხოვრების დროს, როცა უკვე რამდენიმე მილიონი წელი ჩვენ ვადაპტირდებით ერთმანეთთან თანაცხოვრებას, ბევრი რაღაცა ძალიან ჰარმონიულად გვეჩვენება, მაგალითად ეს არის ბულბულის წვენა, ხო, ან გარკვეული ჩიტების გალობა, ან იგივე ბუნებრივი ჩვენთვის დამახასიათებელი ხმები, როგორც არის დავუშვათ ზღვის შრიალი, ნაკადულის ჟღერადობა, ანუ ისეთი ბუნებრივი მოცემულობები, რომელსაც ჩვენ ვართ შეგუებულები მილიონი წელი, და რომელიც ჩვენ ჩაგვესმის როგორც დადებითი ალღები, როგორც გარკვეული მელოდია დავარქვათ და ეს მელოდია არის სრული ფიზიკა, ჩვეულებრივი, რომელიც ესე გადმოედინება ყველა მხრიდან. და ამას ჩვენ ვართ შეგუებულები. ბოლო პერიოდში გულისხმობ, როცა კაცობრიობა გავითარდა და მოხდა იქ დავარქვათ სხვადასხვა ტიპის რევოლუცია, მათ შორის ეს არის თუნდაც საწარმოო რევოლუცია, თუნდაც გარკვეული ტექნიკური რევოლუცია, როცა უკვე ადამიანმა დაიწყო სხვადასხვა, დავარქვათ ენერგიის გამოყენება, ხო? უძველესი დროიდან კი იყენებდა იქ მაგას ხარის, ცხენის და ასე შემდეგ და ის ხმაურები იყო შემოსული, მაგრამ ის მეტნაკლებად იყო მისაღები, როგორც ადამიანის ბუნებისთვის, ესევე გარემოსთვის, აი იმ სისტემას სახეობისთვის, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობს და ეს არ იყო დამაზიანებელი, ეს იყო რაღაც ჰარმონიული. ნუ ეხლა ართლი აქ რაღაც დავუშვათ გადმოცემებს, ბიბლიურ გადმოცემებს, თუნდაც იერიქონის სარყვირთან დაკავშირებით, ხო, რომელსაც ისეთი ტალღები ჰქონდა, რომელიც ანგრევდა კედლებს. ეს კი ცალკე ამას თუ მოვასწრებთ იარაღის კუთხით ვახსენოთ ხმა და მოხდა ტექნიკური პროგრესი კაცობრიობის და კაცობრიობამ შექმნა დანადგარები, დაიწყო დედამიწის ენერგიის გამოყენება, როგორც არის ნავთობი, ნახშირწყლები, ნახშირი და ასე შემდეგ და ამ ყველაფერმა გამოიწვია, ესე ვთქვათ, თუნდაც ტექნიკის შექმნა შიდაწვის ზრავის, თავიდან გარეწვის ზრავი იყო, ხო, ეს ორთქლის ზრავი და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი არის დაფუძნებული, შიდაწვის ზრავი არის დაფუძნებული თუნდაც აფეთქებაზე. ანუ დღეს თუ რამე მანქანა დადის, რომელიც არის ან საწვავზე, ნახშირწყლებზე, ესე იგი ნახშირწყლებზე კი არა, უბრალოდ საწვავზე, ნახშირბადზე და წყალზე, წყალზე მეთქი, თუნდაც წყალბადზე, ან ნავთზე, ან ბენზინზე, ან იმაზე რა ქვია, დიზელის საწვავზე დამოკიდებული ყველაფერი ეყრდნობა აფეთქების პრინციპს. ეს აფეთქება თავისთავად ხმას გამოცემს, რაღაცას თუნდაც ეს ხმა იხშობოდეს, მაგრამ ეს უკვე გამოყვანია გარკვეული ხმის და რაღაცა ფონის ცოტა ამწევია, ტექნოგენური ხმა შემოდის ასე ამითი. ის მოძრაობა, მით უმეტეს ჩვენ რაღაც ავიცეთ სწრაფი მოძრაობა და ჯერჯერობით დამოკიდებულია ეს მოძრაობა როგორც ბორბლის არსებობაზე და ეს ამ ბორბლის თუნდაც მოძრაობას თავის ხმა აქვს, ასევე არაბუნებრივი ხმა აქვს ცხენების მოძრაობასთან შედარებით. ბორბლის მოძრაობას აქვს თავის ხმა, ყველა ცვეთად იმას რა ქვია ნაწილს აქვს თავის ხმა. ავითვისეთ სამყარო, კოსმოსი
კოსმოსი ავითვისეთ, დავიწყოთ გაშვება კოსმოსში ხომალდების, რომელიც ასევე წვაზეა და ენერგიის ხარჯვაზეა და დიდ გამოტყორცნაზეა საუბარი, რეაქტიულ მოძრაობებზე მათ შორის. ჩვენ ავითვისეთ თუნდაც საჰაერო სივრცე თვითმფრინავებით, ასევე ძრავებზეა დამოკიდებული და ასევე ავითვისეთ ჩვენ უკვე თუნდაც ის რომ გავედით კოსმიურ სიჩქარეებზე, გავასწარით ხმის სიჩქარეს, გავასწარით, რომელიც ესეივე იწვევს ძალიან დიდ დარტყმებს ხმის ბარიერის გადალახვის დროს. რის თქმა მინდა ამ ყველაფრით რა. ჩვენ ამ პლანეტაზე ბოლო 200 წლის განმავლობაში შემოვიტანეთ, 150-200 წლის განმავლობაში შემოვიტანეთ ძალიან დიდი ხმაური ამ ყველაფრით, ტექნოგენური ხმაური, რომელიც ასევე არის პრაქტიკულად ქაოსის შემომტანი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის, ეს რითმული მოძრაობები, რომელიც არის ასე ქაოტური მოძრაობები, რო დავარქვათ. ეს ყველაფერი ზემოქმედებს ადამიანზე. ეს ყველაფერი ზემოქმედებს გარემოზე მათ შორის. ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ მოსავალს როცა იღებდა ჩვენი წინაპარი და როცა ხდებოდა მიწის ხარებით დამუშავება, როცა მიწაზე არ მუშაობდა ტრაქტორი და დაუშვათ თუნდაც იმ თავის გამოცემული ხმებით არ ზემოქმედებდა გარემოზე, მიწა იძლეოდა უკეთეს შედეგს, ესე ვთქვათ რა. უფრო მოსავლიანობა იყო როგორც სპურში, ქერში, ვაზში და ასე შემდეგ. ასევე ის მომენტი, რომ თვითონ ადამიანის ცხოვრებაში ბგერებს მოიხსენებათ ხმა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მისი მთელი საკომუნიკაციო ხმა რაც არის, აღარ ვიტყვი ჯერ აი მუსიკაზე გადავალ ცოტა ხანში უბრალოდ მინდა ეს ჩავამთავრო, თუნდაც ის თუ რა ბგერებით საუბრობს ესა თუ ის ერი, ესა თუ ის ეთნოსი არის განმაპირობებელი მისი ხასიათის, მისი ბრძოლისუნარიანის, მისი მელოდიურობის და ბევრი რაღაცისა. მათ შორის აი მაგალითად გარკვეული ბგერების ამოღება ალფავიტიდან, თუნდაც ქართულ შემთხვევაში რაც მოხდა საუკუნის დასაწყისში, არის ვერსია ესეთი და ეს ვერსია მაქვს მოსმენილი დიდი კომპოზიტორისგან, ქართველი კომპოზიტორისგან, რომელიც მუშაობდა ამ თემატიკაზე. ბავშვობაში მე მიყვარა და იქ ამ ადამიანმა ჩაგვიტარა ლექცია თუ რა ჰიმნი, რა მელოდია, თუ რა რეგიონში როგორ უკრავდნენ, როგორ მოქმედებდა. და ამ ბატონის სერგოლიძიდან მახსოვს უცად ის რომ აი ხმის ზემოქმედება, ასობგერის ზემოქმედება თუნდაც ნაყოფზე მუშაობს. ნაყოფი თვითონ ადამიანის ნაყოფი ზის პლაცენტაში, ხო? პლაცენტა გარშემო ზის აპკში ზის, რომელიც თავისებური მემბრანაა, ესე ვთქვათ. და ეს მემბრანა არის ყველაფერი. მემბრანა აქვს უჯრედს, მემბრანა აქვს ნაყოფს, მემბრანა აქვს თუნდაც ჩვენ დასარტყამ ინსტრუმენტებს რაც ვიყენებთ, ეს გადაკრული როცა ეს პრინციპია. და აი ეს მემბრანა თავისთავად იმ გარე ვიბრაციებს აღიქვავს, გადასცემს იმ შიდა ვიბრაციებს, ხურის მემბრანა და ასე შემდეგ. და ამიტომ ეს მემბრანა როცა მუსლად ყოფნის დროსაც იგებს იმ ტკბილ სიტყვებს, იმ ტკბილ ნანას, იმ ტკბილ ვიბრაციებს და მათ შორის იმ სხვა ეს ვთქვათ ხმოვანს თუ თანხმოვანს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ის შესაბამისი ეს აკეთებს როგორც ესეთი რუსები რო იტყვიან ნასტროიკა, ანუ ეს არის დაალაგება, აწყობა, თუნდაც იმ ფსიქოგენოტიპის, რაც უნდა გაღვივდეს მერე და ამოღება ასე ენიდან აი ესეთი ასოების იწვევს ამ გენის მუტირებას, შეცვლას. დავარქვათ ახალ ადაპტირებას, ახალ შეგუებას, რაღაცასთან გარდაქმნას. და აი ეს გარდაქმნა გარკვეულწილად ცვლის ხასიათსაც, ფსიქოგენოტიპსაც ცვლის. და ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ საუკუნის დასაწყისში ეს ასოები რაც ამოვიღეთ, ამის დაბრუნება ან გამოყენება თუნდაც ჩვენ გენოტიპს ისევ შეცვლის, ისევ ჩვენ რელსებზე დაგვაყენებს, ესე ვთქვათ და შეიძლება საჭიროა ის, რომ ჩვენ ვასწავლოთ ეს სკოლებში და ამ ბგერების გამოყენება დავიწყოთ, რომ რეალურად ჩვენ ხასიათს დაუბრუნდეთ და ამ ბგერებს ჩვენი ყური, ჩვენი უჯრედი, ჩვენი დავარქვათ იგივე ეს აპკი ხო, რომელიც ადედის მუცელში ან უჯრედის ეს მემბრანა რაც არის, ის ამ ბგერებს 1000 წლეულები ეჩვეოდა. და მას ამ ბგერების მიღება მისთვის არის აუცილებლობა. ეხლა საიდან სად გადავხდი, რომ წარმოიდგინოთ.
ეს გარე ქაოტური მოძრაობები რაც არის რაც იწვევს ამ ქაოტურ ხმას ეს ხმა ჩვენ ხილულ დიაპაზონში უფრო სმენად დიაპაზონში ჩვენ ამას აღვიქვავთ როგორც ვთქვით არის დიაპაზონები რომლებშიც ვერ აღვიქვავთ ამას და ეს ხმა არის პრაქტიკულად ვიბრაცია ხო პრაქტიკულად ხევა და იგივე ხევა პრაქტიკულად იგივე ვთქვათ ეს არის ელექტრომაგნიტური გამოსხივება ოღონდ ეს არის დაუშვათ იგივე ფოტონების გამოცემა იგივე ამ ელექტრომაგნიტური ტალღების ხევა და ამიტომ ხშირად იგივე წერა ლექსი იგივე მოთხრობა ანუ იმიტომ ვამბობთ რომ ეს თვითონ რაც არის ხმა ნახატი თუ ლექსი ეს პრაქტიკულად ერთი რამ არის ერთი მოქმედების ერთი ეს თქვათ ზემოქმედების გადმოცემა სხვადასხვა რეჟიმში და სხვადასხვა დიაპაზონში და ამას აღიქვავს ყური, ამას აღიქვავს თვალი და ასე შემდეგ. ეხლა საიდან სად მოვდივარ, რომ ის ქაოსი ჩვენ რომელიც შემოვიტანეთ დედამიწაზე, ანუ დედამიწა სისტემა სახეობა ზოგადად ღმერთის ფენომენი მიიღწვის ჰარმონიისკენ. ეს ჰარმონია არის დალაგებული, დაწყობილი ერთ ზედმეტ ბგერას და ერთ ზედმეტ ხევას ვერ ჩასვავს რაღაც სიმფონიაში ხო და ამიტომ ეს ყველაფერი გათვლილი იგივე პოეზია პოეზიის შემთხვევაში ერთი ზედმეტი სიტყვაც ან კი ბატონო და ასევე ის რასაც ჩვენ ვეძახით ჰარმონიას თუნდაც ნახატში მე აღარ ვიზახე ხლა ახალთან მის მიმდინარეობებს ხატვაში ხო და ამ სიტუაციაში რა არის ანუ არსებობს წესრიგი სამყაროში ანუ არსებობს ქაოტური მუსიკა ხმა რომელსაც ჩვენ კაკაფონიას ვეძახით ხო მუსიკაში არსებობს სამყაროში ქაოსი რასაც ვეძახით დაულაგებლობა და არსებობს დალაგებულობა არსებობს გაწერილია ყველაფერი თავთავის ადგილზე მყოფი და სამყაროში როგორც ესეთი ქაოსი ხო ქაოსიდან სწრაფვა ჰარმონიისკენ და ეს ჰარმონია აწესებს თავის წესებს, თავისი ზუსტი წამი, წუთი, ყველაფერი დედამიწა, მთვარე, თუ რაღაც ყველაფერი ზუსტად დადიან და ეს მთელი ერთიანობა ამ პლანეტების და ყველაფრის არ ეჯახება ერთმანეთს, ყველაფერი ჰარმონიაშია. თუ არ არის რაღაცა დიდი გარდაქმნები, დიდი აფეთქებები, დიდი ახალი რაღაც ცხოვრების დაწყებები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ამ ჰარმონიას ეგუება ადამიანი, შეგუებული როგორც ვთქვით და ამ ჰარმონიაში მისთვის ესა ჩვეული გარემო რო იყოს. მისთვის ეს არის კომფორტული გარემო რო იყოს. და როგორც კი გამოდის ჰარმონიიდან და შემოდის ახალი რაღაცა ჩვენაც ბოლო პერიოდში, ბოლო 200 წელი შემოვიტანეთ ახალი ქაოსი, ხმების, ტექნოლოგიური ხმების, ტექნოლოგიური წარმოების და იმ ტექნოლოგიურ წარმოებაშიც კი უკვე როცა ეს რაღაცა დიდი საწარმო ეს თქვათ მოწესრიგებული საწარმოოს პერიოდი შემოვიდა, იქაც კი ეს ხმაური არის გარკვეული ფონური ხმაური, არის კიდე რაღაც გარკვეული რეგულარული ხმაური, მაგალითად სამჭედლო, მაგალითად გარკვეული მეტალურგიული ცეხი და ასე შემდეგ, სადაც გარკვეული ერთნაირი ციკლი მიმდინარეობს რაღაც პროცესების, რომელიც გამოცემს ერთ ხმას. ამ ხმის ესე თქვა დასაბამი მუსიკაში მე შეიძლება თქვა გადავხვდე რაველთან, რაველი იყო რომელიც მოხდა ეს საწარმოში, სადაც კინას ალყობდნენ და მე მან ეს ბოლეროში გამოიყენა ეს უნიკალური თავისი ნაწარმოები შექმნა ამის იმპრესიის და იმის აქეთკენ კიდე აი ტექნოლოგიურ მუსიკას რასაც ვეძახით უკვე თანამედროვე ხო ეს ასულა ტექნოლოგიურ აი ამ რიტმებზე დამყარებული მუსიკა რომელიც თავისთავად ადამიანს გარკვეულ მობილიზებას უკეთებს, გარკვეულ ჩარჩოში აქცევს, გარკვეულ მოგზრაობებისთვის, თუნდაც მექანიკური, ავტომატური მოძრაობებისკენ უბიძგებს და ამიტომ გინახავთ თუნდაც საცეკვაო რაღაც სივრცეებში ერთ რიტმში მოცეკვავე ხალხი და ერთ რაღაცა ერთ ბიტზე აწყობილი თუნდაც მუსიკალური ნაწარმოები. აი ეს ყველაფერი ხო ეს არის ახალი კაცობრიობისთვის. ამიტომ კაცობრიობას ამისი დიდი რაოდენობით მოსმენა, ხმამაღალი მოსმენა, თუნდაც დაბალ იმაში გაჟღერებული დაბალ ესე იგი ყურისთვის შეუმჩნეველ მომენტებში გაჟღერებული იწვევს თუნდაც პანიკას, შიშის შეგრძნებებს და ამიტომ ხო, კი ბატონო, ვიბრაციას წევს დაბლა. კი ბატონო, ვიბრაციას წევს დაბლა და თვითონ მოქმედებს ყველაფერზე. ამ დიაფრაგმაზე მოქმედებს ჩვენსაზე, ხო? მოქმედებს თუნდაც იმ ჩვენ უჯრედულ
ხო, ამ ყველაფერზე და ამიტომ ეს იწვევს ძალიან დიდ თუ ეს არის დიდი რაოდენობით ან თუ არის ქაოტური, თუ არის გამაღიზიანებელი და ეს გამაღიზიანებლობის მომენტიც ინდივიდუალურია, ერთისთვის კარგია გაღიზიანება, როცა მოტოციკლით მივიდივარ მაღალი ხმით, მეორეს ბავშვია ეღვიძება ხო და ესეც ინდივიდუალურია და აი ესა თუ არის გამაღიზიანებელი, თუ არის მაღალი, თუ არის რაღაც ზღვარს გადაჭარბებული, თუ არ არის ის დიაპაზონი დეციბელების, რომელიც ჩემთვის შესაბამისია, აი ბუნებრივი 20 დეციბელი დაახლოებით და შემდეგ და ამ დროს მე 120 დეციბელს თვითონავის აფრენას usმენ ან რაღაც აფეთქებას ან ამ შემდეგ აი ეს ყველაფერი აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას, მის ნერვიულ სისტემას, კუჭ-ნაწლავს, გულსის დაცვა სისტემას, რომ თვითონ ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ეს ყველაფერი არის ზემგზნობიარე, მთელი ეს თვითონ მემბრანაა დავარქვათ ადამიანი და აქედან გამომდინარე ღიზიანდება. მთელი ეს ხმაური მოქმედებს ადამიანზე, ანუ გარემოში ჩვენივე შექმნილი ხმაური მოქმედებს ადამიანზე და ადამიანს აქ შიდა ვიბრაციები, აი ყველაფერი ვიბრირებს მასში არ არის სიჩუმე ორგანიზმში, ვიდრე ყველაფერი მუშაობს, მათ შორის გული, ყველაზე დიდი ხმაურის გამომწვევი და აი ეს გარე ვიბრაციები თუ ვერ ემთხვევა ხოლმე ამ შიდა ვიბრაციებს, ამიტომ შიდა ვიბრაციები ზარალდება, იწყება დაავადებები, როგორც დისონანსი ყველა მხრივ, ეს არის ნერვული სისტემა, ეს არის კუჭ-ნაწლავი, ეს არის გულსა სისტემა, ყველაფერი. ანუ ამისი წამალი რა არის? წამალი არის ხოლმე ზოგჯერ ან სიჩუმეში წასვლა, მაგრამ იქაც არ არის აბსოლუტური სიჩუმე და ან დაუშვათ აი ამ სიჩუმეში წასული, ეს არის ბუნება თუ ეს არის რაღაც ბუნებრივი საშუალებები, ეს არის გარიზება რა. შრიალი, ეს არის აი ჩვენთვის ცნობილი ხმები და კიდე ჩვენს მიერ შექმნილი ხმები, რასაც ვიზახით მუსიკას, ანუ გარკვეული იგივე ხმაური, ოღონდ რიტმულ მდგომარეობაში, უკვე მოწესრიგებულ მდგომარეობაში და აი ეს მუსიკა არის ჩვენი მეგობარი უხსოვარი დროიდან, დაწყებული იმიდან, რომ რაღაც მამონტებით რაღაცებს რომ ნადირობდით და ამ საყვირებით ერთმანეთს როგორ ვეხმიანებოდით, დამთავრებული იმითი, როგორ ლოცულობთ და რაღაც უმაღლესი მისი რანგი ეს გალობა რაცაა, დაუშვათ იმითი, როგორ ვახცევთ გარკვეულ თუნდაც რელიგიურ რაღაც მდგომარეობაში შესვლას, ხო, რაღაც სულიერ მდგომარეობაში შესვლას. სხვადასხვა მდგომარეობით ეს რიტმული მუსიკა ხდება, მობილიზება ადამიანის არის ეს ჰიმნები რაც არის, ეს სამხედრო ეს მარშები რაც არის, პატრიოტული სიმღერები რაც არის, ეს მამობილიზირებელი სიმღერები. არის სიმღერები, რომელსაც ჩვენი წარსულები ახალგაზრდებმა თუ არ იციან, ჩვენი წინაპრები იყენებდნენ შრომის დროს, ხმნის დროს, ნავების წაღების დროს, როცა მდინარეებზე მიყავდათ ის სიმღერები, ბრძოლის დროს, ეს ამ ყველაფერს იყენებდნენ ფერხულებს ეძახოდნენ საბრძოლო სიმღერებს, ხო, სიმღერებს. მოსავლის აღებაზე ყველა მიმართულება მათ შორის ეს იყო დავარქვათ ბოროტძალასთან ბრძოლის მომენტები. აი სიმღერა მეგრული თუნდაც ზაბრალი არის, რომელიც ეს არის სიმღერა, რომელიც არის მამობილიზირებელი ბოროტძალასთან საბრძოლველად გამზადებს და გამაგრებს და ასე შემდეგ. რატომ ეს არის ჩვენთვის მახასიათებელი რა, ქართველი კაცისთვის მაგალითად ყველა სიტუაციაში ჩვენ სიმღერა თამდები ქონდა დაბადებიდან დაბადებამდე კიდე იმიტომ რომ არის მოსაზრება რომ სიმღერა რომელიც გამოიყენა აი იმ კომპოზიტორზე ვისაც გეუბნებოდი ეს ბატონი სერგო ეს ადამიანი არის მაცი ხვიტიაში ვინც იყო ერთ-ერთი კომპოზიტორი და იქ იყო გამოყენებული სიმღერა დოუნანა გახსოვთ ეს რიტმული სიმღერა დოუნანა და იყო ცოტა არასწორად გამოყენებული იმიტომ რომ ეს იყო გამოყენებული საბრძოლო რაღაცა მომენტებში ფილმში მაგრამ სინამდვილეში როგორც ვიცი გადმოცემებით და იგივე ამ პროფესორისგან ეს სიმღერა გამოიყენებოდა თუნდაც მშობიარობის დროს, ჭინთვების დროს ქალის რიტმულ ჭინთვებში სვავდა და ეს დოუნანა აი სიმღერა დედასთან დაკავშირებული და ეს ეხმარება ქალს მშობიარობაში. არის ეს ხო, ანუ ძველ ცოდნაში დაწყებული მშობიარობამდე დამთავრებული ეს ნანით თუნდაც ხო? ნანას თუნდაც უნიკალური ის აქვს დანიშნულება აქვს ეს არ დამამშვიდებელია ეს არის პროგრამის მიმცემია და გავაგრძელებ იმას ვიტყვი კიდე სპეციალური სიმღერები რომელიც ეძღვნებოდა ბატონებს ამ ბატონებს ეძახდნენ და ეხლაც ეძახიან გარკვეულ ციკლურ დაავადებებს რომელიც ადამიანს ამ ბავშვებს განსაკუთრებით ემართება და
იქ ქონდა ტრადიცია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში იყო აქტიურად ეს, რომ ეძახდნენ ბატონებს. ამიტომ იკრიბებოდა 2-3 ადამიანი, იკრიბებოდნენ მეჩონგურეები, გოგოები მათ შორის და რომლებიც ასრულებდნენ მე დადიოდნენ ესე კარდაკარს, იყო დაავადება და ასრულებდნენ ამ პრაქტიკულად ეპიდემიის პერიოდში ასრულებდნენ გარკვეულ სიმღერებს, რომელიც ამშვიდებდა გარემოს. ამშვიდებს იგას, კი ბატონო. და აწყდარებდა სიტუაციას, ეს დაავადება გადაყავდა სუსტ ფორმაში, მშვიდ ფორმაში. ასევე ცნობილია ფაქტები, როცა დიდი ეპიდემიების დროს ხდებოდა ზარების რეკვა. საეკლესიო ზარების რეკვა, რომ ეს მაღალი ვიბრაცია მათი ჟღერადობის მოქმედებდა ვირუსზე, მოქმედებდა ეპიდემიას, მის სველობაზე. და ასევე ეს მარტო შემატყობინებელი კი არ იყო, გამანეიტრალებელი ფუნქციონალი ჰქონდა. ასევე ცნობილია გარემოზე ზემოქმედების თემატიკა, როცა მაგალითად ღრუბლების გადადენა ხდებოდა და სეწყვიანი ღრუბლების გადადენა ხდებოდა ხოლმე ზარების რეკვით. ის ბუნებაც კი რეაგირებდა ზარების რეკვაზე. ანუ ესე იგი ჩვენ ძველ ხალხს ქონდა ისეთი ცოდნა, რა ცოდნაც დღეს აქვთ მეცნიერებას და ასე ვთქვათ იმ ხალხს ვინც რაღაცებს იგონებს, მაგრამ დღეს უბრალოდ თქვია, ზოგს რაღაცა სიხშირე, ზოგს რაღაცა თავისი მარეგულირებელი ტერმინოლოგია შეიცვალა, მაგრამ რეალურად მე ვფიქრობ, რომ ეს ცოდნა მოდის საკმაოდ ძველი დროიდან. უხსოვარი დროიდან, ხო. სოფლიოში, მაგრამ უფრო საქართველოში. საქართველოს ძალიან იყო გავრცელებული. საქართველოს ჩვენ იმიტომ ამბობთ ეს, იმიტომ კი არა მარტო რომ ქართველები ვარ და გვეამაყება ამ თემატიკის, ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც პოლიფონია დღემდე არის. ანუ ის პოლიფონია, რომელსაც გაცილებით დიდი ფესვები აქვს, ვიდრე დაუშვათ ქრისტიანობა. ხო, ქრისტიანობამდელი პერიოდი განსაკუთრებით ეს კარგად ჩანს სვანურ სიმღერებში, სვანურ ზარში და ასე შემდეგ და რისიც თქმა მინდა რომ ეს უძველესი პერიოდიდან ხმების შეხამება მრავალხმოვანება პოლიფონიას გამომარტოთ რა არის ეს არის უნიკალური შემთხვევა და ესეთი შემთხვევა ახასიათებს იმერებს რომლებიც ჩვენთან გენეტიკურად ახლოს არიან ბასკებს თუნდაც ხო და თუნდაც ჩვენი ეს თვით გენის მოსანახად აი ამ პოლიფონი კულტურებში სადაც პოლიფონიის რაღაც დეტალები შემორჩენილია ძალიან ეს არის მახასიათებელი თითქოს იბერიული კოლხური იბერიული კულტურისა რა და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი შეხამება როცა საერთოდ სხვადასხვა ხმას და სხვადასხვა მიმართულებას ჩვენ აერთებ და მოგყავს უნისონში ანუ გარკვეულ ჰარმონიაში ერთად ეს არის უნიკალური რამ რაც არ არის ჩვეულებრივი დაბალგანვითარებული საზოგადოების მაჩვენებელი ამას პირველ ყოფილ რაღაც საფეხურზე მყოფი საზოგადოება ვერ შექმნის გავს უნისონს ხშირ შემთხვევაში ვამბობთ რომ ეს სახალხო სიმღერები მაგრამ აქ ვერ იტყვი იმდენად ძირი ჩადის ღრმად რომ ამ ყველას დიდი ცოდნის გადმომცემი ყავს სათავეში აშკარად კომპოზიტორი დავარქვათ და ხშირად ვამბობთ რომ ესა კოსმიური ჰანგია, კოსმიური ჟღერადობა, ეს სიმღერები ერთად ნამღერი მით უმეტეს რეზონანსში მოქცეული ერთმანეთზე ეს ხმები ადის უკვე აქ ლოკალურად კი აღარ მოქმედებს, პრაქტიკულად კოსმოსში ადის რა. ეხლა კოსმოსი ვახსენეთ და მე მგონია რომ რა სიმღერებიც შეიქმნა უხსოვარი დროში, ანუ ხალხურ სიმღერებს გულისხმობ, ვინც შექმნა თავის დროზე, ვფიქრობ, რომ რაღაცა ალბათ არ ვიცი, ეს ღვთიური მადლი ქონდა, ესე დავარქვათ, თუ ის ცოდნა ქონდა, ასე ვთქვათ, ზეციდან ბუძებული და ნაყანახები, რომელიც შემდეგ გადმოიტანა ადამიანურ ხმებში და გაშადა და დაიწყო სიმღერა, მაგრამ ეს სიმღერა როგორც გადმოიტანეს და როგორც ხმებში გაიშალა და უკვე პოლიფონიად იქცა, ხო? ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გათვლილი იყო სადღაცას კოსმოსში, რომ ესე იგი შექმნილი იყო ტკბილ ხმოვანება. რადგან მე ადამიანებს დახმარებოდა ეს ანუ კომპოზიცია შეკრული იყო და ეს კომპოზიცია და სიმღერა დახმარებოდა დამშვიდებაში, დაწყნარებაში ხო, რაღაც იქ სამუშაოს კეთილად ჩატარებაში დაუშვა და ასე შემდეგ. აი კარუზოს ვარიანტს მოვიყვან, მაგალითს, როცა არ დაემთხვა, უბრალოდ დაემთხვა მისი ვიბრაციები, თუნდაც
სანათის ან ოპერის შენობის ვიბრაციებს, მაშინ მოხდა რეზონანსი, ანუ ორი ტალღა დაედო ერთმანეთს და მოხდა ნგრევა ამ ყველაფრის დანგრევა, ხო და ესე იგი როგორ უნდა მოახდინო შენ სხვადასხვა ტალღები როგორ უნდა დასვა ერთმანეთზე შემთხვევით, როგორ უნდა უცოდინრად როგორ უნდა დასვა ერთმანეთზე, რომ ამათმა უნისონი მოქცეს რა, რაღაცა ჰარმონია მოქცეს, ხო? ამიტომ ამაზე ვერ ვიტყვით, რომ ეს ფენომენია უბრალოდ მიწიერი, ამიტომ ვამბობთ, რომ ეს ფენომენი გარკვეული კოსმიურია. ზუსტად ეს არის ადგილი კავკასია, ჩვენ რომელსაც ვეძახით კავკასია, ან ტიბეტი, ან ბალკანეთი, ან თუნდაც სამხრეთ ამერიკა. სადაც სამხრეთ ამერიკაში თუნდაც ბგერები ძალიან მსგავსია, არის ენები, რომლებიც ძალიან მსგავსია ქართულისა, ჟღერადობით, ასობგერებით და რის თქმა მინდა, რომ ეს არის ადგილები, სადაც გარკვეული სამყაროსეული კავშირი ხდება, ღვთაებრივი კავშირი მოდის, ინფორმაციის წონის და ასე, რომელიც დედამიწაზე ვერ განიბნევა და კავკასიაში აი ეს ცდომა, საინფორმაციო ცდომა გვაძლევს ისეთ შედეგებს, როგორიც არის ქართული პოეზია, რომელიც არის მწყობრთა მწყობრი, როგორც გერითი, ესე აზობრივი და ამიტომ ამ წყობრთა მწყობში, ცეკვით მწყობრთა მწყობში, სიტყვით მწყობრთა მწყობში პოეზიაში, ასევე მელოდიის მწყობრთა მწყობში, ამ უნისონში ზედმეტი არაფერია ჩადებული. ამიტომ აი ეს ზედმეტი რო არ არის ჩადებული, ზუსტად იმ ღვთაებრივ მწყობრთა მწყობს უთანასწორდება ეს ყველაფერი. იქიდან არის მოსული ფაქტია რა და აი ამ ყველაფერმა განაპირობა ის რომ მდგრადობა ამ ყველაფრის აი ამ სიმღერების ამ მიდგომის ამ გენის მართლა ძალიან ძლიერია იმიტომ რომ თვითონ ჰარმონიაშია სამყაროსო ღვთაებრივ წესებთან რომ შეადარო დაუშვათ აი უხეშად რო შეხედო არა როგორც რაღაცა ფილოსოფიო და ფსიქოლოგიო და რაღაც უბრალოდ ესე რომ შეხედო აი კიდაც ქართულმა და კიდაც უცხოელმა რომ მოისმინოს ქართული პროფილი სიმღერა აი ეგრევე გრძნობს ადამიანის ყურიც და გულიც რომ კოსმოსთან არის კავშირში. აი პირველადი უხეში შეხედვით და თუ ჩაეზიები და თუ დაუშვათ რაღაცა გამოიკვლო უკვე საიდან მოდის და რაღაცა და მთელი ამბავი, ნუ მართლა დარწმუნდები რომ ნამდვილად კოსმიური მუსიკა მოხშია. აი ვინც დაუშვათ ვისაც უღერია ქართული სიმღერა, ერთად მით უმეტეს ამ პოლიფონიური. აი მე ასაკში დავიწყე ამ ყველაფრის, ასაკში გავესანი ამ ყველაფერს და დავიწყე სიმღერა და ძალიან ისე გაკვირვებული ვიყავით, რომ თითო აი ამ სიმღერიდან შესრულებული მრავალჟანრიდან სხვადასხვა სიმღერიდან ჩვენ ისეთი გზნობა მქონდა, ისეთი თელის ხეულით ვიბრირებ ხოლმე ზოგჯერ და მოვდივარ, რა დაღალილიც არ უნდა ვიყო, მოვდივარ აი ესე ნამღერი ადამიანი, მოვდივარ ფრთებ გაშლილი, ანუ სხვანაირი აჯანსაღებს, აი დაწყებული, მე მგონი უჯრედულ და ატომურ დონეზე იმ ვიბრაციებთან ჰარმონიაშია და აჯანსაღს ცვლის ადამიანს. ეხლა მინდა ერთი ორი სიტყვა თქვა ამ გაჯანსაღების თემატიკაზე რა. ანუ აი ეს რაც თქვით, ბატონებო სიმღერა, ეს რაც თქვით ნანა და რამდენია კიდე სიმღერა, რომელიც ხო ტკბილხმოვანი, ეს სრულდება 7 განწყობით, ან დედა უმღერის შვილს, ან დაუშვათ ბატონების შემსრულებელი, დაუშვათ მომღერალი უმღერის, დაუშვათ პაციენტს, ხო, მსნეულს უბრალოდ. ამ სიტუაციაში ხდება ის, რომ აი ეს ვიბრაციები აწყნარებს და ალაგებს, ააწყობს როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტს ორგანიზმს. ამ ჩვენ და გაუცნობიერებლად. სინამდვილეში ძალიან საინტერესო ქიმიური პროცესები. მაგრამ ვინც იცის ეს თემატიკა და ვინც არის დაკავებული თუნდაც ხმით თერაპიით, ხო, სიმღერის თერაპიით, ის ამას უკვე შეგნებულად იყენებს. მეც ვიყენებ ამას შეგნებულად, როცა ადამიანი ან პაციენტი ან მეგობარი და ან ოჯახის წევრი, ნუ ახლობელი რომელსაც უჭირს რაღაცა, ეს უჭირს ნიშნავს ან ჯანმრთელობა აქვს მოშლილი დაუშვათ. ან ფსიქიკა აქვს მოშლილი. ან გარკვეული ტრავმები აქვს და შიშები გადატანილი, რომელიც უზის მას ფსიქიკაში და არ გამოდის. აქედან გამომდინარე მას აკლია დედური ენერგია, მას აკლია მამის სიტყვა და მამის ენერგია, მას აკლია კაცის ენერგია. ნუ გააჩნია რას როგორ. იქიდან გამომდინარე უკვე შეგნებულად ესეთ ადამიანზე ხდება ზემოქმედება. ანუ თუნდაც ჩახუტება, მოფერება, სიმღერა, ტკბილხმოვანი სიმღერა მარტო ყელიდან არ, არამედ მუცლიდან თავის ვიბრირებით, ვიბრაციებით და ეს ადამიანი მოენდობა, მას მოусმენს, შეისმენს,
ტვინს გათიშავს, ჩაეძინება, იტირებს თუ რა აქცაც გააკეთებს, სულიერ აქს, პრაქტიკულად ეს ვიბრაციები მას ის აბსოლუტურად ცვლის, უხსნის შიშს. ამიტომ ჩვენ წინაპრებში ყავდა მოხუცები, რომლებიც ხსნიდნენ, აი შიშს უხსნიდნენ ხოლმე შეშინებულ ადამიანს და ამითი ადამიანის ფსიქიკა ჯანმრთელდებოდა. ეხლა ეს ტრადიცია დაკარგულია ხანგრძლივად, მაგრამ ეხლა ისევ დავიწყე და თუნდაც მე ან ჩემი მეგობრებმა რამდენიმე დავიწყეთ ეს ნანათ სიმღერით ამის ზემოქმედებით მოხსნა ამ შიშის იგივე და ზემოქმედება ადამიანზე, გაჯანსაღება ადამიანზე, ეს მართლა მოქმედებს. მარტო კი არ მოქმედებს მარტო სიმღერა, არამედ ისტორიულად ჩვენ ვიცით, ბიბლიურად ჩვენ ვიცით, რომ სიტყვა კურნავს. სიტყვა მაკურნებელი და კარგი ექიმი, გამოთქმასაც გვაქვს ესეთი, რომ კარგი ექიმი სიტყვით კურნავს. თვითონ ქრისტეც იყო ლოგოსი, სიტყვა იყო, რომელიც მოსული იყო, ხო? ეს სიტყვა შეიძლება ჩავთვალოთ ინფორმაციად, შეიძლება რხევად, მელოდიად, ყველაფრად. ანუ მოქმედებს ყველაფერი. ჩვენ ამას ისტორიულად ვიყენებდით, როგორც თქვით, დაბადებიდან გარდაცვალების ჩათვლით, რომ იმ სულსაც კი ენერგია რო ჭირდება, ვიბრაციებით, სვანური ზარით, ასე შემდეგ, ვაცილებთ სულს, ვაძლევთ გარკვეულ მუხტს. და დღესდღეობით ყველა მიცის, რომ ჩემი ფუნქციონალია ერთ-ერთი ადამიანების პოტენციალის გამორკვევა, შემოწმება ადამიანის და ადამიანების ნიჭები რო ეხსენებათ, ვამოწმებ და იმ ადამიანებს, რომელსაც ჩაერთოთ ნიჭები და ესეთი საქართველოში ბევრია, მართლაც მუსიკალურ ნიჭით, მithumetes მომღერალი ადამიანები, მათი სიმღერები, მათი ხმა უფრო სწორედ არის სამკურნალო ხასიათის. ამიტომ ვანცხოვებ ხოლმე, რომელსაც აქვს სამობილიზაციო ხასიათი, სამკურნალო ხასიათი, მიქსი ამათ შორის. აი მაგალითად ბატონ თეიმურას ციკლაურს ჰქონდა, როგორც სამკურნალო, ესე სამობილიზაციო ხმა ჰქონდა, გამაღვივებელი შიგნით საბრძოლ, ბრძოლის უდანიანის მომცემი. არის ხალხი დღესდღეობით მომღერლები არიან, მაგალითად ჩვენი ნინო ბაშარული, რომელსაც სამკურნალო ხმა აქვს ასევე. არის აი უამრავი მომღერალია, განსაკუთრებით აი ამ ტურებ ახალი ის რომ არის რაღაც სატელევიზიო კონკურსები, ამად გამოამრავლა ძალიან ბევრი მომღერალი სამკურნალო ხასიათით. ამიტომ ეს ხალხი განსაკუთრებულად კრიზისების პერიოდში, როცა არის ავადმყოფობები, როცა არის ეს თქვა პანდემიები და ასე შემდეგ, თხოვ ხოლმე, ვეხვეწები ხოლმე, რომ ნუ ჩაიკეტებით, ნუ დაელოდებით დიდ კონკურსებს და დიდ სპექტაკლებს და რაღაც სპექტაკლებს კი არა, დიდ კონცერტებს დაიწყეთ სიმღერა, იმიტომ ეს ყველაფერი გაქვთ მოცემული სამკურნალოდ, ხალხი სამკურნალოდ, ხალხის სამსახუროდ. როცა ამას ადამიანი არ ხარჯავს იგივე მომღერალი, მაშინ ეს ამ ენერგიას ჩაიხარშავს თავის თავში ხოლმე და თავის თავს ინგრევს. ამიტომ ეს უნდა იყოს მოხმარებული ადამიანებთან. ხმა წმინდავს ადამიანს, წმინდავს გარემოს. როცა ადამიანები მოდიან ძალიან დამძიმებული, ზოგჯერ გარემოს გაწმენდა გვიხდება ხოლმე, ან სანთლით, ან საკმეველს ვანთებს ხოლმე. და მე გამახსენდა რომ ბავშვობიდან ვღეროდი და ვიწყებ ხოლმე სიმღერას. და გამახსენდა სანდე როგორ მივედი ახლა ამ სიმღერამდე. გამახსენდა უნიკალური ექიმი იყო, რომელიც გლანდებს ჭრიდა თბილისში, დიასამიძე იყო მისი გვარი, რომელიც ვღეროდა საოპერო ხმით, ვღეროდა ოპერიდან ესე იგი ნაწილებს და ეს ბავშვები, რომელიც გლანდების ოპერაციას მისვლი, ესე იგი თითქოს ანესთეზიური დანიშნულება ჰქონდა მის ხმას და თან ამ ოპერაციიდან უშიშრად გამოდიოდნენ, ჯამთილად გამოდიოდნენ და გამახსენდა ეს ბატონი დიასამიძე, რომელიც გარდაცვლილი ყოფილა დიდი ხნის წინ და დავიწყე მეც პაციენტების მიღების მერე სიმღერა. და როცა ვამოწმებ, გაწმენდილია გარემო, თუნდაც იქ 5 წამიანი, 10 წამიანი, 20 წამიანი წამღერება, 7 კონცენტრირებული სიმღერა წმენს გარემოს რა წმინდავს და ამიტომ აი ეს ყველაფერიანი მოცემული იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერად დავლაგდეთ, მოყვასი დავალაგოთ შევეშველოთ, გარემოში ისეთი დავწეროთ ისეთი სიმღერები გადმოვცეთ სამყაროდან, რომელიც იქნება გარემოს დამამშვიდებელი, დამაწყდანებელი განსაკუთრებით ეს არის იმის დროს, კრიზისების პერიოდში. იქ საჭიროა შრომა, საჭიროა ბრძოლა სამობილიზაციო სიმღერები დავწეროთ. ანუ ყველა სიმღერას და ყველა მელოდიას აქვს თავის დანიშნულება. მე მქონია შემთხვევა ესეთი, როცა კედელი მქონდა დასანგრევი, ფიზიკურად დამეგრია, გადამეკეთებინა და ამის სამობილიზაციოდ რომ სამოტივაცია მქონდა დაუშვათ მეგობარს ვთხოვე იგივე მეტალიკას ალბომი 91 წლის, სეპულტურას ალბომი 91 წლის და ის ალბომი თავისი მაღალი ხმით ის სამობილიზაციოდ გრევაში მეხმარებოდა.
ანუ აი ამ გრევაში შენ ვერ გამოიყენებ 7 ჯას რაღაცას, ხო? რაღაცა ფანკის ან რაღაცას. ამიტომ ყველაფერს აქვს თავის დანიშნულება. ამიტომ თქმა იმისი რომ რომელიღაც მუსიკა კარგია, რომელიც ცუდია, არა, ყველაფერია საჭირო თავის ადგილზე. ხო, ანუ მთავარი თემაა რომ მუსიკა გამოვიყენოთ დანიშნულებისამებრ. იმიტომ აქ მე ეს სტილი მიყვარს და ამაში ვარ, სულ არ არის ესეთ რომ ადამიანს განწყობები ეცვლება, დანიშნულება ეცვლება, ყველაფერს თავის დანიშნულება. ერთი ძალიან კურიზულ მოკლე მომენტს გავიხსენებ. ჩემ პირველ მეუღლეს ერთხელ შემოვდივარ და ჩართული აქვს რექვიემი და ოთახში შევდივარ, პატარა ბავშვი წევს და მოძრაობს და ნახევრად დაბნელებულია და თავი მეგონა ფილმ ომენში რა და მივედი ანირაში ვიმეთქი და თურმე ამას კლასიკური მუსიკა ჩაურთვია ის კლასიკური მუსიკის ნაწარმოები იქ რაღაცა მაგალითად ვივალდი რაღაცა მოყვა და ამ დროს რექვიემის დრო მოვიდა და ამ რექვიემის დროს მე შემოვდივარ ბავშვთან აი სრული ეს თქვა კოშმარი ხო და ამიტომ ყველაფერს აქვს თავის დანიშნულება და ამიტომ ამ დანიშნულებისამით მოვიხმაროთ მუსიკა ეს მუსიკა არის ჩვენთვის ყველაფერში დამხმარეა და თან ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ესეთი ყველას მიმართ რომ ვისაც აქვს დაუშვათ კაფე რესტორნები განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში რაღაც კულტურა ვიქონიოთ სიმაღლის ხმის ერთმანეთი არ გადავფაროთ ერთი და მეორე როცა რესტორნებში მივიდივართ იმ დონეზე უწევენ მუსიკას ჩვენ ხო გვინდა ევროპა და ევროპაში რომ მიხვალ ყოველთვის ფონური მუსიკა არის მაგრამ ჩვენთან რესტორანში არა მარტო ლაპარაკი არის შეუძლებელი, არამედ იქიდან რომ მოდიხარ, გუგუნებს თელი თავი და ორგანიზმი, ეს არის დამანგრეველი ხალხო. აურისთვის, უჯრედისთვის, ყველაფრისთვის არის დამანგრეველი. ამიტომ შევარჩიოთ მუსიკა განურჩევლად მოდისა, რა არის საჩვენო, რა არის ჩვენი სულისთვის და რა არის ჩვენი ხასიათისთვის იმ მომენტში. ანუ, რის თქმა მინდა რა, მთელი ეს ყველაფერი არის მოცემული იმისთვის, რომ ადამიანმა გამოიყენოს ეს სიკეთეები. ამ პერიოდში როცა არის აგზნეების პერიოდი, ომების უბედურებების არის 2017-დან 2027 წლამდე დაახლოებით რთული პერიოდი, ზუსტად ეხლა გვჭირდება ჩვენ 7 საუბარი, მოფერებითი საუბარი და მუსიკა. აი ეს მუსიკა რომელიც დაგვამშვიდებს, ჩვენ აურას დაამშვიდებს, ფსიქიკას დაამშვიდებს, ამიტომ უმეტესობა ადამიანის რომელიც მოდის რაღაც უხილებით მათ ახასიათებს ფსიქოსომატური აშლილობები, ანუ ფსიქიკა დაიძაბა, სომა, სხეული დაძაბა. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ეს სხეულის სნეულება თუ დაძაბული ფსიქიკა, დაძაბული თავის წვენი დავარქვათ, მუსიკა შველის, მოფერება შველის, მოფერებითი საუბარი შველის, კონცენტრირება შველის ადამიანზე და კონცენტრირებით გერების გამოშვება. ეს არის როგორც თბილი საუბარი, ესევე მუსიკა. ამიტომ ოჯახში ვისაც ყავთ ჰიპერაქტიული ბავშვები დაძაბული გარემო, დაძაბული ცოლ-ქმრული ურთიერთობა, დაძაბული თავის ტკივილები, ზურგის ტკივილები, ორგანოების ტკივილები და ასე შემდეგ, აი ეს ფსიქოსომატური მთელი ბუკეტი, იქ შეეცადეთ რომ განწყობა შექმნათ დადებითი, დამშვიდეთ, დაწყნარდეთ, ეს არის როგორც მუსიკა მშვიდი გაუშვათ, ესევე თვითონ შეეცადოთ კბილხმოვანი მუსიკის გაჟღერება, დაუშვათ სიმღერა. ეს არის ნანა დაუშვათ, ეს არის იგივე ბატონებო. თუ დაუშვათ დასავლეთ საქართველოსთან ხართ, იგივე ვაგიორქომა სიმღერა, შვიდა წყნარა, იგივე აქეთ ამ მხარეს თუ გაყავთ, ნანა საკაური მხარე. ანუ ეს ყველაფერი დაამშვიდებს აგზნებას მოხსნის, თავის აგზნებას და ხერხემალის აგზნებას მოხსნებს, შვილს, მეუღლეს, დას, მას, მამას და აი ეს სიმშვიდე დაისადგურებს ოჯახში რა და იგივე აი ეს მაღალი ეს ჟღერადობის აი ეს ყვირილი წივილი რო აღარ იქნება და სიმშვიდე იქნება და აი ეს სიმშვიდე შემოიტანს კულტურას ურთიერთობაში. შემოიტანს სულიერ სიმშვიდეს, შემოიტანს ურთიერთობების გაჯანსაღებას. მათ შორის მე უკვე თანამშრომლობა შედგება ოჯახში ერთმანეთს შორის და იქნება ძველ ტრადიციაში იყო ხოლმე, როცა ოჯახებში ეწყობოდა სპექტაკლები, როცა ოჯახებში ეწყობოდა კონცერტები, ოჯახის წევრები სხვადასხვა წევრი სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტს ეუფლებოდნენ, მათ შორის სხვადასხვა ხმას დაამუშავებდნენ ხოლმე და ოჯახური ნამღერი, ოჯახური წმინდავს გარემოს ვიმეორებ, ოჯახური გარემო ესე კრავს ოჯახს, ინდივიდუალიზმს ანარჩუნებს ყოველ მის წევრს, იმიტომ რომ თუნდაც სიმღერაში ხო პოლიფონიუმში შენი ხმა დაიჭირო, ინდივიდუალიზმი დაიჭირო არის აუცილებელი თემა, რო არ გადადიოდე ხმებში. ეს მე მოქმედებს ადამიანის ხასიათზე და იგივე ადამიანი
უკვე შვილია, მამა, ძმა თუ ის თავის საქმეს აკეთებს და ზუსტად ეს ქმნის აყალიბებს ერის ფსიქოგენოტიპს, რაც ყველა თავის საქმეს აკეთებს და ყველა განსხვავებულია. არ არის რაღაც ბოლშევიზმი ან ფაშიზმი და ყველა ერთნაირად ჩაცმული და ყველა ნამღერი და აი ამ მრავალფეროვნებით უკვე ჩვენ შევადგენთ იმ ერს, რომელიც საინტერესოა, ხო? როგორც პოლიფონური მუსიკა. ამიტომ ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ ფესვებს, ჩვენ უნდა დავიწყოთ გაჟღერება იმ სიტყვების, რომლებიც ჩვენთვის ნაცნობია, რომელსაც ჩვენი ცნობიერი ნაწილი თუ გვეცნობიერება ეგუებოდა ხანგრძლივად და თუნდაც აი ხანგრძლივი პერიოდი, როცა შემოვიდა ჩვენთან უცხოური მუსიკა და არ ვიცოდით ინგლისური მაგალითად, ხო? მუსიკაც აღვიქვავდით ფანტასტიკურ რაღაცა მელოდიებად და მოგწონდა ეს, მაგრამ როცა უკვე მოვიდა ინგლისურის პერიოდი და დავიწყეთ ამის თარგმნა, აღმოჩნდა ისეთივე ჩვეულებრივი სიტყვები, როგორც ჩვენ ლექსებშია, ჩვენ სიმღერებშია, ხო? არაფერი განსაკუთრებული. აღმოჩნდნენ დაუშვათ რეპ მომღერლები ისეთები, რომლებიც იგივე ამ ნამღერში ჩვენ უნდა ძალიან ლამაზი მოგწეს, აი არანჟირება აქვს დაუშვათ, იქ ამ ნამღერში თუმე იგინება მნახევარი სიმღერა, ან კიდევ უარესი იწევლება და ამ ყველაფერში უკვე დავიწყეთ განსხვავება, რომ რისი მოსმენა შეიძლება, რისი არა და სად რისი მოსმენა შეიძლება, ხო? ამიტომ რა ემოცია, რა ენერგია დევს სიმღერაში. ესე იგი, პატარა რეზიუმე რომ გავაკეთოთ, მოკლე რეზიუმე. ზოგადად მუსიკა, ნუ სხვადასხვა ჟანრები და გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ზოგადად მუსიკას, ასე იგი, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის? როგორც თქვით, ეს არის გაჯანსაღება, ეს არის დაბადება, ეს არის გარდაცვალება, გაცილება სულის. ეს არის ბრძოლა, ეს არის დატირება, ეს არის ემოციის გამოშვება, ესაა პრაქტიკულად ფსიქოანალიზი კი არა, ნუ ფსიქოლოგიური გაჯანსაღება, ამოშვება ემოციის, ამოშვება სათქმელის, სასიყვარულო ურთიერთობების, ყველაფერი ეს მუსიკაა. ეს მუსიკა, რომელიც იგივე მხატვრობა, როგორც მოქმედებს და ძველად ვერ ვერკვეოდი რაღაცეებში ამ მხატვრობაში განსაკუთრებით და ვერ ხვდებოდი რისთვის არის ნახატი საჭირო. მე მივხვდი რომ ეს ვიბრაციები რაც არის ჩადებული როგორც ზემოქმედებს ელექტრომაგნიტური გამოსხივებით თუნდაც ნახატიდან, ან რაც ზემოქმედებს თუნდაც ბგერითი ამ ზემოქმედებით ჩემგან გაჟღერებულიდან, ეს არის რომ ცვლის ერთი ადამიანი მეორეს ამით. ენერგიის გარდა კიდე, აი ამ ტალღური ზემოქმედებით. ეს არის ის რომ მე შეიძლება მოვისმინო ისეთი შეერთებული ადამიანის ზეცასთან ნამღერი ან ნახატი ან ნახო რაღაც მოვისმინო ლექსი, რომელიც შემში გახსნის გარკვეულ დახურულ რომელიღაც კარებს. ეს კარები შეიძლება იყოს ხო დაზიანებული ფსიქიკა შეიძლება იყოს, შეიძლება პირიქით იყოს ის ნიჭები და უნარები, რომელიც შემშია ჩაკეტილი და არ უშვებ, ხო? ამიტომ არის კარგი მუსიკა, კარგი ნახატი, ამიტომ კარგზე მარტო არ არის, რა რეზონირებს ჩვენთან და რას იწვევს, აი ესაა საძებნი და ეს არის რაღაცნაირად მისაღები. და ეს ყველაფერი არის გამოსაყენებელი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ვიყო ჯანმრთელად, რომ მე მომცეს ამან ძალა, რომ მე მომცეს მეორე ადამიანთან კავშირის სასვალება. ანუ რეალურად მუსიკას აქვს ნუ გამაჯანსაღებელი დამასწრებელი ასე ამ გზნებით ამავე დროს. ანუ ძალიან დიდი ძალა აქვს რეალურად რა. თუნდაც სექსუალური ურთიერთობის დროს იგივე დასავლეთში ევროპაში არ არის შემთხვევა როცა დავუშვათ ადამიანს დაგპატიჟებს სახში და ანთებს სანთლებს დადგავს იმ შვიდ მუსიკას და ამ შვიდ მუსიკის ფონზე იგივე მოძრაობა, მოფერება, საუბარი თუ რაღაც გარკვეულ რაღაც ლახტაკ ჭიჭდება ეს ყველაფერი და სულ სხვანაირ ემოციას ქმნის, სხვან განწყობას ქმნის. ამიტომ ჩვენ ცივილიზაცია რო გვინდა რომ ხშირად ვამბობთ რომ ცივილიზაციის აკვანი ვართ, ხო? ჩვენ დიდი ხანი ვიყავით ესე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნების ქვეშ, რომელმაც შემოიტანეს თავთავის კულტურები, დაწყებული აღმოსავლური მუღამიდან დამთავრებული თუნდაც რაღაცა სოცრეალიზმით და რაღაცა ესე პათეტიური სიმღერებით. ეს ჩვენი ისტორია, ჩვენში ზის, ჩვენზე მოქმედებს ეს ყველაფერი. ამითი ვართ საინტერესო ვართ ჩვენ გზაჯვარედინზე და ჩვენ შევიტვირთეთ სხვადასხვა კულტურები, თუნდაც სხვადასხვა მუსიკალური კულტურების მიქსია ჩვენთან და სინთეზია ჩვენთან. ძალიან საინტერესო
ძალიან საინტერესო ახალგაზრდები იყვნენ ყოველთვის ჩვენთან როცა მუშაობდნენ. აი იგივე კომუნისტების ბოლო პერიოდში კომუნისტა ინგრეოდა ეს ყველაფერი, აი ქუთაისი რო ავიღოთ. მარტო ქუთაისში წარმოიდგინეთ 36 პანჯგუფი იყო რა. ანუ ეს ერია, რომელიც თუნდაც სიახლეებს, თუნდაც ალტერნატივას, თუნდაც ექსპერიმენტს, თუნდაც რაღაცას იღებს, ახორციელებს, ცდილობს, რაღაცა გამოყავს და ამიტომ ყველა ჩვენ მომღერალს მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და მინდა რაღაც პატივისცემით ეს ვთქვათ რაღაცა პატივისცემით გამოვხატოთ, რომ ყველა ეს ადამიანი, ხო, დაწყებული რა ვიცი ლადო ბურდულიდან დამთავრებული ვინ არ უნდა იყოს, ხო, ჯარკვიანი და ვინც უნდა ეს იყოს და დღევანდელი ბავშვები მით უმეტეს, ყველა გმირია ეს ადამიანი, ყველას თავის სტილი აქვს, ყველამ დიდი როლი შეასრულა ჩვენ თავისუფლებაში, დღეს რო თავისუფლება გვაქვს, რომ გახსოვთ რომ ყოველი ასე ვთქვათ 9 აპრილი იქნებოდა თუ რაღაცა იქნებოდა, ყოველთვის რაღაც გარკვეული ჰიმნი იწერებოდა, ხო? ივერია რომელსაც როცა საბჭოთა კავშირში არ იყო, არ ჯაზი არ იყო, არც რაღაც არის ალტერნატივა, აფერი არ იყო ესეთი, ესენი დადიოდნენ ორერა ანსამბლი და ასე შემდეგ. ესენი იყვნენ პირველი შემომტანები. ჯაზის თუნდაც ავიღოთ, თელ საბჭოთა კავშირში იყო აკრძალული და პოზნერს და იმას უძელი ისონდათ, ხო, გახსენე რა ქვია. ჯაზ ეს თქვა ბენდები ჯაზო და underground ისე კი, როკ ფესტივალი საბჭოთა კავშირში პირველი თბილისში ჩატარდა და ბევრი რამ, ანუ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა იმის გამო რომ გვაქვს გარკვეული ბუნებრივი ნიჭიერება, თუ ასე შემდეგ, თუ რაღაც ყურის მენა, ხო, სამხრეთელებს ზოგადად ახასიათებს ხმა და ყველაფერი ნიჭიერება, ეს არის იტალიური ოპერა და ჩვენც არანაკლები, ხო, ჩვენი მრავალხმოვანებით. ამის გამო ყოველთვის ვართ ეპიცენტრში სასიმღეროში. იგივე 1-2 საუკუნით ადრე რო ავიღოთ, 1 საუკუნე ნახევრით, იგივე რუსულ რომანს რო ვეძახით. ეს არის საქართველოში თბილისში აღმოჩენილი პრაქტიკულად კულტურა ამ რომანსის და რომანსის შესრულების რა. და ეს არის მიქსი, დაუშვათ ციგნურ მუსიკას რასაც ახიან, ხო? ბოშურ მუსიკას უფრო სწორედ, იმის მიქსი რაღაც არისტოკრატიულ მომენტებთან და ოფიცრობასთან, სიმღერასთან და ტკბილხმოვანებასთან. აი ამ ყველა სიმღერაში განსაკუთრებით მე მინდა კიდე ვახსენო მე-20 საუკუნის პერიოდის მომღერლები, კომპოზიტორები და მათ შორის ლექსების ვინც წერდა მუსიკისთვის, იგივე პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი, უნიკალური ადამიანი, იგივე გოგი ცაბაძე, რევაზ ლაღიძე, ეს ადამიანები, რომელსაც კულტურა და ხელმისაწვდომი გახადეს სიმღერა, იგივე ფილმებიდან და ყველა იმიდან ვიცით და პრაქტიკულად ჩვენ იმის მერე ეხლაც კი იმეორებენ ახალი მომღერლები ამ ყველაფერს, ვერაფერი დავწერეთ, ჯერ ესეთი აზარაშვილი მათ შორის და ესე ვერ გადავხდით, ჯერ ახალი ვერ შექმნით. თუმცა საკმაოდ რთულია და კი, თუმცა ფანტასტიკური მომღერლები გვყავს ეხლა და რა მომღერლები კი არა, თვითონ მარტო სიმღერას ვერ იტყვი. ეს სიმღერა მარტო არ არის, ზოგადად პოეტები და მომღერლები, ბარდები მათ შორის, ესენი არიან გარკვეული წინასწარმეტყველი ხალხი, რომელიც წინასწარ გარკვეულ რაღაც ინფორმაციასაც გადმოსცემენ. საზოგადოების რაღაც მიმართულებას გვაძლევენ, ვისოც კი ავიღოთ და აქეთკენ ჩვენთანაც იყვნენ შარშან გარდაიცვალა უნიკალური ბიჭი ნიკოლოზ ჯინჭარაძე იყო ეს ბარდი ფანტასტიკური. ანუ ეს არის პრაქტიკულად აი ჩვენ წინაპრებსანაც იყო მაგალითად კაფია, იყო სიმღერა, იყო ხუმრობითი სიმღერები, რომელთაც გადასცემდნენ ამ ყველაფერს, აუშვათ ზონას, პაექრობა იყო. ჩვენს გვერდზე აზერბაიჯანში და იქითკენ ეს არის მეიხანა მაგალითად, სასიმღეროდ აკეთებენ სიტყვებს, რაღაც იყენებენ. ჩვენს რეალობაში ეს ჩარკვიანი იყო თუ მაგალითად ცდელობა ქონდა დაუშვათ ირაკლი კაკაბაძის თავის დროზე შმაზი და შმაზის დაარქვა ეს რაღაცა რაც იყო მუსიკის ქვეშ ლექსების ხმა და ალტერნატიული მიმართულებები, ხო? ეს პრაქტიკულად და იგივე რეპი რო ავიღოთ, ეხლა რა არის? ქადაგებაა პრაქტიკულად. ლაპარაკობენ და ამ ქადაგებით შეიძლება იმ ახალგაზრდა თემას ეს კი მიაწვინო ახალგაზრდა თაობას ის რაც რაღაცა მარადიული თემატიკაა. ასევე შეიძლება თუ არასწორად გამოიყენეს და დაუშვათ ნარკომანიის ან ნარკოტიკების ის თუ დაიწყე რა ქვია პოპულარიზება ამ სიმღერებით პირიქით ცუდ რაღაცაში ჩააგდოს ეს საზოგადოება, ხო? ამიტომ ეს როგორ გამოვიყენებთ ჩვენ, რა მორალური საზღვრები გვექნება და გამოვიყენოთ.
მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ესე ვიყენებდით, როგორც სიბრძნის გადაცემას, როგორც ცოდნის გადაცემას, როგორც წინასწარმეტყველებას, როგორც თუნდაც გარემოზე ზემოქმედების თემატიკას. იმიტომ რომ წაიკრიბებოდა ხოლმე სოფელი, ბავშვად, ერთად ლოცულობდნენ, ერთად ღეროდნენ, იწვევდნენ წვიმას. ან პირიქით ხანგრძლივი ნალექის დროს აჩერებდნენ წვიმას, ხო, მათი ლოცვა, მათი სიმღერა. იყვნენ ორაკულები, რომლებიც შედიოდნენ ტრანსში სიმღერით. იყვნენ ორაკულები ადამიანები, რომლებიც იგივე ცეკვით რა მოძრაობებით შედიოდნენ ტრანსში და ამ ყველაფერს იყენებდნენ მე ზემოქმედებისთვის გარემოზე თუ ადამიანებს. ამიტომ ყველაფერი ეს არის. გავიხსენოთ საბჭოთა მარშები, გავიხსენოთ ის მამობილიზირებელი მარშები, თუნდაც ფაშისტური გერმანიის მარშები, სამხედრო მარშები, თუ როგორ ერთ ტაქტში სვავს ადამიანს, თუ როგორ მილიტარისტულ წყვილებას განწყობაზე აყენებს, საბრძოლო სიტუაციებს, ეს თქვათ გამოსაყენებს, ანუ კაცობრიობას რას როგორ გამოიყენებს რა. და აქედან გამომდინარე, ბაბუა ჩემი, დედა ჩემის მხრიდან მამა არჩილ ყაყარაშვილი, ეს იყო მინისტრის მოადგილე კავშირგაბმულობის და ის ატარებდა კიდე ექსპერიმენტებს თუ როგორ გზნობს მცენარე, როგორ რეაგირებს ადამიანის საუბარზე. მუსიკაზე და ასე შემდეგ მართლა შედეგები იყო. ანუ ამას მარტო ადამიანი არ გზნობს, როგორც თქვი თავიდან სისტემა სახეობა გზნობს. სამყარო. ამიტომ არ შეიძლება ძალიან დიდი კონცერტების და დაძაბული ელექტრონული მუსიკის ჩატარება ძალის ადგილებზე. ეკლესიებში თავისთავად, მაგრამ სადაც კიდე აი ძალოვანი ველები გადის ით, რომ ეს მერე აღძრავს იგივე გარემოში მიწისძვრებს. იწვევს რაღაც დაძაბულობას. ჩავატარეთ შარშან, ჩავატარეთ სუფსაში, სუფსობა ჩავატარეთ ფესტივალი, თავის მუსიკით, თავის ყველაფრით და მეორე დღეს ის ადგილი წაიღო წყალმა. და ხიდი იდგა 20 მეტრიანი და იმ ხიდის დონეზე იყო წყალი შევსებული, ზღვამ ვერ მიიღო წყალი. წალეკა. ასევე თუ გახსოვთ კუმისის ამბები რო იყო, კუმისის რაღაც მოჩვენებას ეძახოდნენ, დადიოდნენ, იქ იყო ერთ-ერთი ეს მომენტი, რომ იქ უნდა ჩატარებული იყო მუსიკალური ფესტივალი. ტარდებოდა ზაფხულში, თითქოს რომელმაც აღაგზნო ის გარემო და რომელმაც მერე იმან გამოიწვია რაღაც შედეგები. ამიტომ აი ამ პერიოდში, როცა არის კრიზისული პერიოდი დედამიწაზე, აგზნებებს უმატებს უნდა ჩვენი გამოცემული ხმაური. და აი ეს აგზნებები ხო უკვე ზემოქმედებს გარემოზე და იწვევს კატაკლიზმებს, კატასტროფებს. და ამ პერიოდში არათუ ხმამაღალი მუსიკა, რაღაც ელექტრონული რაღაც მუსიკა იქ საჭირო. ამეთ პირიქით სიმშვიდე, სიწყნარე, შვიდი სიმღერები, შვიდი რაღაც დალოცვა სიმღერეთი, რომ არ აღაგზნო ეს ძალიან ფაქიზი ურთიერთობა ადამიანს და გარემოს შორის. რომ მე გარემომ უკან არ დაგვიბრუნოს ახალ სირთულეები. აი ესე მოწყობილი ეს ყველაფერი. უღრმესი მადლობა. მადლობა. სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ერეკლე შონია, ანომალური მოვლენების მკვლევარი, უფოლოგი. მე გახლავართ დიტრიხა. შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის თანადგომით და ასევე პოდკასტის მხარდამჭერია ატომს აუდიო. დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე დიტრიხას პოდკასტი და დაელოდეთ ძალიან საინტერესო სტუმრებს, ძალიან საინტერესო თემებით. დროებით.